ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის თემატიკაზე გამოფენა გაიმართა. საკუთარი სუფრა, ასე ქვია პროექტს, რომელშიც გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები ორიგინალური ფორმითაა გადმოცემული. თამუნა ჭაბაშვილისა და აგნიშკა დუდრაგის გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ობიექტი რვის ჩვენება გაიმართა. ფილმში საქართველოში მცხოვრები უსახლკარო ქალების პრობლემაა განხილული. დღევანდელ გამოფენას ქვია საკუთარი სუფრა. გამოფენა წარმოგვიდგინა თამარ ჭაბაშვილმა და აგნეშკა დუდრაკმა, ორმა ქალბატონმა, რომელმაც გააკეთა ეს ინსტალაცია, ეხება ქალთა უფლებების დაცვას, ეხება იმ თემას, გენდერულ თანასწორობას. პროექტს ქვია საკუთარი სუფრა. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ იმ მტკივნეულ თემაზე, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, რის შესახებაც ჩვენ არ ვსაუბრობთ სუფრასთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აქტუალური თემატიკაა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლებთან ჰქონდა ესე ვთქვათ ჩატარებული მუშაობა და იმათი მდგომარეობა ბინაში, როგორ ზნობენ საკუთარ ბინაში და საკუთარ სივრცეში თავს. რეალურად შედეგი იყო ისეთი, რომ სავალალო მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ საკუთარ სივრცეში, სადაც ისინი წესით დაცულები უნდა იყვნენ, უფრო ისე ვთქვით დაჩაგროლები არიან და ამის საჯაროებასაც ვერ ახერხებენ და ამიტომ ორმაგად ხდება მათი ჩაგვრა. წარმოვადგენ ჩვენ მე და ბექა ცქარიშვილი ჩვენ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც გადავიღეთ თბილისში ერთ-ერთ ობიექტში, რომელშიც უსახლკარო ადამიანები არიან შესახლებულები, სოციალურად დაუცველები. ფილმი არის მათ შესახებ, მაგრამ კონკრეტულად ფოკუსირებული არის ქალებზე. უსახლკარო ქალებზე, რომლებიც ამავე დროს არიან ოჯახური, გენდერული ძალადობის მსხვერპლნი.